გამარჯობა, მე ლელა ვარ. პიტერ პენი, ჯეიმს მეთიუ ბარის წიგნია. ჯეიმს მეთიუ ბარი შოტლანდიელი მწერალი იყო. 1904 წელს თეატრისთვის პიესა დაწერა და სწორედ აქ გამოჩნდა პირველად ეს პერსონაჟი, ხოლო შემდეგ უკვე წიგნად გამოიცა 1914 წელს პიტერისა და ვენდის სათაურით და აი 100 წელზე მეტი დრო გავიდა. მე პირველად წავიკითხე 39 წლის ასაკში ეს წიგნი, აქამდე არ მქონდა წაკითხული, თუმცა რამდენჯერმე დავიწყე კითხვა და შემდეგ მივატოვე და ძალიან მაგარი იქნებოდა ბავშვობაში რომ წამეკითხა ეს წიგნი. მაგრამ მე რა, ბავშვობაში გვაბრუნებს და სწორედ იმაზეა ეს წიგნი, რომ დიდებს გვავიწყდება ფრენა, კარგავთ მხიარულებას, ხალის მიამიტობას და პიტერ პენი კი არის სიმბოლო, ბიჭუნა, სწორედ მარადიული ბავშვობის. ზღვაზე 5 ბავშვთან ერთად წამოვედი და გადავწყვიტე, რომ წამომეღო სწორედ ეს წიგნი. შემთხვევით არ მოდის ხოლმე ალბათ წიგნები ჩვენთან. ამის დასტურად ერთ-ერთი მინიშნება იყო ის, რომ ერთ საღამოს, როდესაც ხვიდან ბრუნდებოდით შინ სასტუმროს ეზოში, ბავშვებს ანიმატორები ართობდნენ და გადაცმულები იყვნენ კაპიტანი კაუჭასა და პიტერ პენის ფორმებში. წარმოიდგინეთ რა მაგარია, სწორედ ჩანთამეთში მედო ეს წიგნი და გამეცრინა ბავშვებსაც უთხარი, რომ ესე გამომეცხადა პიტერ პენი აქ. მეორე დამთხოვა კი არის ეს ადგილი, სადაც ახლავს ვარ, ეს არის სამსართულიანი სახლის სახურავი. დილაობით სანამ ბავშვები გაიღვიძებდნენ, აქ ვკითხულობდი პიტერ პენს და ერთ-ერთ დილას აღმოვაჩინე, რომ საოცრად ემთხოვა სწორედ აი ეს ილუსტრაცია ამ გარემოს, ზუსტად ასეთი ამოსასვლელი აქვს სახურავზე და ამ წიგნშიც დარლინგები მესამე სართულზე ცხოვრობენ, როგორც მე აქ. მოკლედ ასეთი დეტალები, დამთხოვები გულს მიხარებს ხოლმე, შეიძლება ვიღაცას ასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ამ წიგნმა ეს წიგნი წაიკითხეთ და აზრ შეიცვლით, ასე მგონია. ყოველ შემთხვევაში ავტორი ჩემი თანამოაზრე აღმოჩნდა, რადგან აი ასეთი რაღაცების შემჩნევის უნარი არ უნდა დავკარგოთ, რადგან ბავშვებს დაკურებული ხართ, ალბათ ბავშვები როგორი ღია და გახსნილები არიან სამყაროსადმი და როგორი სხვანაირი აღქმა აქვთ ყველაფრის. კიდევ ის, რომ ძალიან მიყვარს ცაცხვის ხეები და ყველა ფანჯრიდან, სახლის ყველა ფანჯრიდან ცაცხვის ხე იყო მობიჯენილი ხის ტოტები. ერთი სიტყვით დავიწყოთ სწორედ ამ მთავარი გზავნილებით. მოდი, პიტერ პენი არის ერთ-ერთი ის წიგნი, რომელიც ძალიან ბევრ მკითხველს აერთიანებს სამყაროს ყველა ქვეყანაში. ამაში თქვენ დარწმუნდებით, თუ კი შეხვალთ Goodreads-ზე და წაიკითხავთ გამოხმაურებებს. ძალიან საინტერესო არის ხოლმე კომენტარები, რომლებიც სხვადასხვა საკითხს ეხება ხოლმე, ავტორის ბიოგრაფია იქნება ეს, პირადი გამოცდილება და მე შევარჩიე 2. ერთ-ერთი ქალბატონი წერდა, რომ ეს წიგნი ჩემს ბიჭებს ხმამაღლა წაუკითხე, ეზოში ვისხედით და ღობის იქით მეზობლის ბიჭმა გკითხა, რომ პიტერ პენს ხომ არ კითხულობთო და შემდეგ მთხოვა, ხომ შეიძლება მეც მოგისმინოთო. ამ ქალბატონს რომ ამ გამოხმაურების წაკითხვის შემდეგ ასეთი აზრი გამიჩნდა, რომ ეს არის ხმამაღლა წასაკითხი წიგნი. აი მართლაც ისეთი აღბრთოვანება დაეუფლებათ ბავშვებს და ახტაცება, როდესაც მაგალითად ზღაპრებს უყვებით გამოგონილს, ჩვენს გამოგონილს და ვცდილობთ, რომ ზუსტად ვიცით, რა დროს შეიძლება გაეღიმოთ, ან რაღაც შეეშინდეთ, შემდეგ ისევ გადავიყვანოთ ამ შიშიდან სიხარულში, სიმშვიდეში და აი მონაცვლეობა ამ ემოციების არის ამ წიგნში ძალიან ცხადად გაშლილი. მეორე გამოხმაურებაში კი ამოვიკითხე, რომ თურმე პირად ბიოგრაფიული დეტალებზე არის ეს წიგნი აგებული, კერძოდ გულისხმობ იმას, რომ მე ავტორს
ავტორის ძმა 14 წლის ასაკში გარდაიცვალა, ყინული ჩაუტყდა თურმე და თავად იყო 6 წლის შუა თანაშვილი იყო და კიდევ უმცროს დედმამიშვილი ჰყავდა და დედა იყო ძალიან დამწუხრებული უფროსი შვილის გარდაცვალებით და იმდენად განიცდიდა დედის ტკივილს, რომ თურმე ძმის, თავისი გარდაცვლილი ძმის ხმითაც კი დაიწყო საუბარი, რომ დედა გაეხალისებინა. და ეს წიგნი არის ჩემი აზრით მცდელობა იმის, რომ თავისი გარდაცვლილი ძმა ამ პიტერ პენის სახით მარადიულად გაეცოცხლებინა და მთავარი პერსონაჟიც თავადაც აღნიშნავს ავტორი ამ წიგნში, რომ შეიძლება შენ მოგეწონა, შეგიყვარდა ვენდი ან პიტერი, მე კი მისის დარლინგი მიყვარს ყველაზე მეტადო. ვენდის დედა. დედა და დედობა, დედის ძიება არის მთავარი ხაზი ამ წიგნში და სწორედ აი ფათერაკების ზღაპრისეული ზღაპრასაც ახასიათებს ეს ფენტეზის ჟანრს, გამონაგონს, წარმოსახვით სამყაროს, ხიფათი შიში, ბრძოლები, მეკობრეებთან შერკინება, დამარცხება, სიკვდილი, ძალიან ბევრი მძაფრი თავგადასავალი არის აქ აღწერილი და აი ამ ყველაფერს ლაიტმოტივად გასდევს სწორედ ეს დედის ძიება, რადგან მისის დარლინგი არის ძალიან კარგი დედა, ის ზღაპრებს უყვება თავის შვილებს, სასტუმროთან უზის, რომ თავისი შვილების აზრები ამოიკითხოს და თუ კი რომელიმე ცუდი აზრი გაიელვებს, მოაშოროს და დილას მშვიდად გაიღვიძოს ბავშვმა და ბავშვის ბუნებაში კარგად ერკვევა. სწორედ ეს წარმოსახვითი სამყარო გაცოცხლდება მისის დარლინგის სამ შვილთან, მას ყავს ვენდი, მაიკლი და ჯონი და მათ ცხოვრებაში გამოჩნდება პიტერ პენი. ვინ არის პიტერ პენი? პიტერ პენი არის ბიჭი, რომელსაც არ უნდა რომ გაიზარდოს, ერთხელაც მოისმენს ის თავისი მშობლების საუბარს, რომლებიც მსჯელობდნენ, ვინ შეიძლება გამოსულიყო პიტერი და არ მოეწონა ეს ამგვარი მომავალი და გამოიქცა შინიდან კენინგსტონის ბაღში. ფერიების შეაფარა თავი და ეს არის ბიჭი, რომელიც დაფრინავს ფერიების მტვრით, ჯადოსნური მტვრის ძალით და ძალიან უყვარს ზღაპრები და მისის დარლინგი რომ უამბობს ხოლმე თავის შვილებს ზღაპრებს, სწორედ ამიტომ მოდის ხოლმე ბავშვებთან თურმე, ხმელი ფოთლებისგან შეკერილი ტანსაცმელი აცვია და არის ძალიან გულადი, უშიშარი მამაცი. თუმცა მას ბევრი უარყოფითი თვისებაც აქვს, მაგალითად ძალიან უყვარს თავის წარმოჩენა და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, როგორც კი მიეცემა ხოლმე, ამ შანსს ხელიდან არ უშვებს, არის ამაყი ძალიან და შურისძიებით არის შეპყრობილი. მას სურს, რომ კაპიტანი კაუჭა მოკლას და ამარცხოს. ერთ-ერთ ეპიზოდში ერთ-ერთი თავი ასეც სრულდება, რომ ვინ არის პიტერი, მაინც ვინ არის პიტერი. ამ კითხვას კაუჭაც უსვამს მას და ის ეტყვის, რომ მე მარადიული სიყმაწვილე ვარ, ხიარულება, ასეთ პასუხს გასცემს. პიტერი მართლაც ამოუცნობი არის, როგორც ავტორი გვეუბნება, თუმცა ის ყველას ძალიან უყვარს. ეს იქნება ფერიაძინი, სირინოზები, რომლებიც არავის არ ეკონტაქტებიან, ვენდის უყვარს და ის უპატრონო ბავშვებს უსახკარო გამოქცეულ ბავშვებს იფარებს, 6 ბავშვი ყავს შეფარებული და მათი ლიდერია. ისინი ბავშვები მას ემორჩილებიან. პიტერი წაიყვანს ვენდის და მის ძმებს არაიყორაში, ასეთ კუნძულზე და ეს არის სიმბოლო ყველა ბავშვის წარმოსახვითი სამყაროსი. აქ გაცოცხლდება ყველაფერი, რაზეც კი უფიქრიათ, უოცნებიათ ბავშვებს დედის ზღაპრები გაცოცხლდება და გარკვეული დრო გაატარებენ ამ კუნძულზე. კიდევ თქვენ შეხვდებით ნიანგს, რომელსაც საათი აქვს გადაყლაპული და მის ამ საათის ტიკ-ტიკის ხმა ყველაზე მეტად ეშინია კაპიტან კაუჭას. შეხვდებით მეკობრეებს, ძალიან საინტერესო პერსონაჟებს.
თავად კაპიტანი კაუჭას ხასიათი არის ძალიან კარგად გაშლილი, მას არ უყვარს, როდესაც ხბების ხედავს, რომ თავად კარგად გრძნობენ თავს და თავდაჯერებულები არიან. ერთ-ერთ თავის მეკობრეზე ამბობს, რომ ბავშვები რატომ უყვართ ბავშვებს ეს მეკობრეო, ესეთ ფიქრი აქვს და გულისწყდება, რომ არავის არ უყვარს. ერთი სიტყვით ძალიან დიდი სიამოვნება მომანჭა ამ წიგნმა. ეგზიუპერის პატარა პრინცი გამახსენა მარადიული ბავშვობის შესახებ, რომ ჩვენ დიდები სხვა ვიწყდებათ, რომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და მოდი დავასრულებ ასეთი ფრაზით. ძალიან ბევრი თემა არის აქ გაშლილი. დიდები ზრდასრულებს სხვაგვარ თავის გზავნილებს ამოიკითხავენ, მაგალითად მე როგორც დედას ერთ-ერთი ფრაზა მომხვდა გულზე, განა დედებს ყოველთვის ახსოვთ თავისი შვილები. ასეთი ფრაზა იყო, ასევე უსამართლობას პირველად რომ ეჩეხებიან ბავშვები ძალიან შემძრამ ეპიზოდმაც, რომ რას გრძნობენ ბავშვები და რას გრძნობთ ჩვენ, რას ხედავთ სწორად აღვქვამთ მათ შეგრძნებებს, მგონია რომ ძალიან შორდებით ჩვენ და აი ამგვარი წიგნები გვაფიქრებს, რომ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ბავშვებზე და ბოლოს არის ესეთი ფრაზა, რომ ფრენის უნარს კარგავენ ბავშვები, მას შემდეგ რაც იზრდებიან, რადგან ზრდასრულებს კარგავენ, აღარ არიან მხიარულები, მიამიტები და ფრენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც არის უდარდელი, მიამიტი და უზომოდ მხიარული. აი ესეთი მნიშვნელოვანი საფიქრალის დაგიტოვებთ და სანამ ერთი მხიარული, უზრუნველი და მიამიტი ბავშვი იარსებებს, იქამდე პიტერ პენის სულ იარსებებს. ბოლოს კი მინდა მისამართი არა იყო რა, კუნძულ არა იყო რა ეს მისამართი გითხრათ, ეს არის მარჯვნივ და ერთი წუთით აქ ამოწერილი მაქვს, მარჯვნიდან პირველი შესახვევი და შემდეგ პირდაპირ განთიადამდე. რა მაგარი მისამართია და ერთგვარი თამაშით შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეებს, ბავშვებს, შვილებს და მოვიგონოთ საინტერესო და უცხო მისამართები. ხო, კიდევ ლონდონი დაგხვდებათ, ლონდონში ცხოვრობენ დარლინგები და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონზე ფიქრი არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი და თითქმის ყველა წიგნი ესე ემთხვევა ხოლმე, რომ ბოლოს რაც წავიკითხე, ან ინგლისელი მწერალი, ან შოტლანდიელი, ან ინგლისში, ან ლონდონში არის სიუჟეტი, ან პერსონაჟები მიდიან ლონდონში და ერთი სიტყვით აქაც კენინგსტონის ბაღი და ლონდონი რომ დამხვდა, ძალიან გამიხარდა. დროებით